Ძვირფასო გალბატონებო და ბატონებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ უნიჭერესი ადამიანი, მომღერალი, რომელმაც უკვე ძალიან დიდი ხანია დაიპყრო ქართველი მსმენელის ყურთასვენა და გულები, რაც თავარია, მაშასე მივესალმოთ დათო კენჭიაშვილი. Bravo, biceps. ცოტა გააგრძელეთ, ხო შეხედავთ რომ ცეკვა უგლიჯაო ყველაფერი. ესე იგი, ჩემო, დავით, ეხლა არ არის დიდი ხანი რაც ჩვენთან ერთად იყავი, ჩვენთან და ძალიან კარგად ასე ვთქვათ, მოხდა ერთი ამბავი იმის გარდა რომ ყოველთვის წარმატებული იყავი, გაავსე ფილარმონია. ჩვენ გადაცემის მერე. ხო იყო ესეთი ანუ? იყო. ნამდვილად იყო. ქართულ სინამდვილეში ფილარმონიის გავსებას კიდე ერთი ტაში უნდა ნამდვილად. ეხლა რის გავსებას აპირებ პირდაპირ გვითხარი რა ხდება? სეზონი მოდის. იმ დღეს არ იყო საცობი ქალაქი, სულ სამი ფილარმონია ხალხი ვარ დანჩელი საქართველოს. ერთი დათნა წაიყვანა და ორი დარჩა გარეთ. გეუბნები მართლა სერიოზულად გეუბნები ჩემო და იმ დღეს გავიდა მუზარო დგას ფილარმონიასთან ასე ქონა ხელები აღარ არის ძმაო ბილეთები. ხო გაიყიდაო ხო? დარჩა ბილეთი. კი ბატონო. ანუ მე ვიცი რომ შენი სტუმრობის მიზეზი რაც არის ტურნე გადაწყვიტე ხო? კი ბატონო. აი მაგ სიტყვის მერე სულ მინდა ხოლმე რა მომღერლებს რა შენი თამადობით ყველას უსურვო აი ფილმები გვაქვს ნანახი წაკითხული მოსმენი აი ტურნეებს რო აკეთებდნენ ხოლმე რომ ბევრი დიდი ვიყოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანა და აი რო გადიან ხოლმე და 2 წელიწადი რო ტურნეში არიან და ჩამოდიან მილიარდელები იქიდან რა მაგრამ ჩემთვის მთავარია საქართველოს ტურნე ჯერ იმიტომ რომ ხო იცი ზაღლიშინ არ ვარგო და სანადიროდ გარბოდა ეგრე არ კაბაკი გაგოთალებული ადამიანი საკუთარ ქვეყანაში კი ბატონო შენ როგორ გონია ჩვენ არ გვირჩევნია უბრალოდ გისურვეთ და რა კიდე აიღე რა აი თემოდათო მოდი დავიწყოთ ახლა ფილარმონიის კონცერტით ანუ რიგითობით რომ იყო ჯერ ფილარმონიაში გქონდა მერე გააკეთე ბათუმში კი ბატონო საკუთარ დაბადების დღეს დაამთქვია საკუთარ დაბადების დღეს მოკლედ დავამთხვიე 7 მაისს ბატონო 7 მაისიანები კარგი ხალხი ვართ ანუ ვარდობის დღეს დავიბადე აბა რა 7 მაისში ხარ დაბადებული აბა მე იცი აბა ტურნეები მაქვს გენეცვადა ნუ მე და ბატაბას დავკარგი 22 მაისს მქონდა დაბადები 22 მაისს კი ბატონო ტყუპები იწყება ჩემით ტყუპები იწყება არ გვეთხოვ და ტყუპები იწყება ჩვენ დავამთხვიეთ სხვათაშორის მე და პატასაც ხონდა ტურნე მოდი დავამთხვიეთ ჩვენ დაბადების დღეს 22-ში რო წავედით 23-მდე არ ჩამოვსვლა აღარ დაბრუნდით ხო 23-მდე და შემდეგ სადაპირებ ბათუმის მოკლედ ამ ბათუმის შემდეგ რაღაცნაირად სიმბოლური იყო ჩემ დაბადების დღეზე რომ გავაკეთე და იქაც რაუდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩემთვის როგორც ერთ-ერთი რიგით ხელოვანისთვის გაივსო დარბაზი და ძალიან დიდი სიტყვა და კაცო მაგას უამრავი სიყვარული მოიპოვეთ ჩემმა მუსიკოსებმაც მეც რა თქმა უნდა და უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო თქვენი ეთერის საშუალებით ბათუმელს და ზოგადად აჭარელ ხალხს ამის შემდეგ არც მეტი არც ნაკლები ქუთაისში 23 ივნისს აჰა არ გამაჩუმა კაცო იამა ხო კაცო აღმოსავლეთიდან დაგეწყო რა დათო რა არის მე ხო ჩამოვალი იმიტომ რომ იქიდან ხო იცი მაინც შორია და ქუთაისში ნაყე შემდეგი სტუმრობა რო იქნება დედა ქუთაისი რა ყოფილა რო იტყვის თან მე ხო ვიცი ახლა ქუთაისში ხელოვნების ქალაქია სიყვარულის ქალაქი და სხვათა შორის რომ ჩავედი ამ ბოლოს სიყვარულის ქალაქი სიღნაღია და არა ჩემთვის სიყვარულის ქალაქია ქუთაისი და ჩემთვის ხელოვნების ქალაქია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეთახმები რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საოცარი სიმღერა და კომპოზიცია დაწერილა მან და ჩემი დიდი პატივისცემა ქუთაისელ ხალხს სად გექნება კონცერტი მესხიშვილის თეატრში
გადასარევი თეატრი, დიდი ისტორიის მქონე თეატრი. სხვათა შორის პირველი ასე ვთქვათ დებიუტია ქუთაისში. ხო, აი საინტერესოა. პირველი კონცერტია. ასე რომ 23-ში ივნის, ხო სწორად? 23 ივნის. მესხიშვილის თეატრში ქუთაისელებო დათო კენჭიაშვილი უნდა ნახოთ აუცილებლად. რა, რიცი, მე დარწმუნებული ვარ და ბევრს ვიცი, რომ ძალიან უყვარხარ, იმიტომ რომ შენ მართალი მომღერალი ხარ რა, მაგის თქვა მინდა რომ ხო, აბა გოგი არის მატყუარა მომღერალი. ვიკისრეფო პურმარინსო დამაკურებინო და იმ დღიდან მატყუარა მომღერალია, რა არის. მე მართალი მომღერლები მიყვარს. ხო, ანუ სიმის თქვა მინდა, რაც ვთქვი, ზუსტად გაიგე ახლა ეს ყველაფერი ჩემო. რატომ რასაც ღერი იმას გრძნობს ის მაყურებელი შესაბამისად და აუცილებლად ასე იქნება, რომ ვისაც ჯერ კიდევ თუ არის ესეთი რომ არ უყარხარ ქუთაისში, აუცილებლად ალბათ უნდა გჯეროდეს, რასაც აკეთებ. ალბათ როდესაც მღერი იმ ყველაფრის, თუნდაც იმ დრამატურგიის უნდა გჯეროდეს. რა თქმა უნდა, თავისთავად. სხვანაირად არ გამოდის. 23-ში ქუთაისში ვართ რა. შემდეგ რა ხდება პატა, ერთ რამი და მოკლედ შენ პატა, ნუ ჩვენ ჩამოვალთ ალბათ ქუთაისში და ბილეთები შეძია და სუფრა მაიც პასპინძელი ხარ. რა სელაპარაკობ ძმაო? რა სამოფ ხა იმერელ ქუთაისელკაც შენ გადაგახტევინებენ, არ არის ეგრე. როგორ ბედავს მაგა? აქ ჯობია დავამთავროთ, მეტი აღარ. შემდეგი რა არის დათო? შემდეგი ალბათ სამეგრელო იქნება და შემდეგ უკვე ქართლ-კახეთი, რა თქმა უნდა. მხოლოდ თარიღები ჯერ არ ვიცით, რა თქმა უნდა ეს. თელავში ხო იქნება კო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. აი, სადა არის მკაცრი მაყურებელია, მაგარი. მაგრამ მე ერთი სადარდებელი მაქვს. რა? თელავში ჩემ კონცერტზე გურჯაანელები ჩამოვლენ? ეგ არ არის ადვილი საკითხი. გულწრფელად ვგითხრა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ თელავის თეატრში პრეცედენტი მოხდა უკვე რომ თელავის თეატრში დასში ირიცხება გურჯაანელი წარმომავლობის მსახიობი და კარგად მიიღო თელავმა. ესე იგი შენ ისეთი სიყვარული გაქვს ქვეყნის რომ შამო უშვებენ გურჯაანელებს და არ იქნება პრობლემა. ნახე რა ხდება შენ ახლა ისეთი მოუშვენარი კაცი რო ხარ შენ საქმეში. დღეს რომ მე გადმომიგზავნეს გუშინ შენ რაც უნდა შეასრულო დღეს. აი მე მართლა დავrწმუნდი რომ ეს კაცი მეთქი მართლა მოუშვენარი ადამიანია და ძალიან საინტერესო კომპოზიციაა რა და ამაზე მივალთ მაგრამ ესე იგი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რაც უკვე გადაწყვეტილად ვიცით რიცხვი 23 ივნისი ქუთაისში მესხიშვილის სახელობის თეატრში. კი ბატონო. ენაცვალე აბა ეხლა მე მაინტერესებს მაინც ის კომპოზიციას მინდა რომ დაუბრუნდე საიდან მოგაფიქრდა ძალიან საინტერესო რამეა რა სწორად აღნიშნე პატა მე და ჩემი ბიჭები მუსიკოსები ძალიან მოუსვენარი ხალხი ვართ გვიყვარს ჩარჩოებს გარეთ გასვლა ო კარგია ზუსტად ეხლა რატომ მაინც და მაინც ეს კომპოზიცია აქვს იმიტომ რომ ადანდალი დანდალი ხო, ეგრეა, დანდალი, კი ბატონო. რატო? ბიჭები, ქალაქურ ბაიათებს უკრავენ. ხო. რეალური შემსრულებლები არიან. კი ბატონო. ხო? და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი გადაცემა, მე ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთი მიმართულებით არ მიდის. აქვს მრავალი პროფილი, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. და მივეცი თავს იმის საშუალება, რომ თქვენ გადაცემაში პირადად, პირველად გაგვეკეთებინა ეს ქალაქურ ექსპერიმენტზე მოტივებზე ავაკეთოთ ელექტრონული მუსიკა. ჩემი მსმენელი, რასაც ჩემი მხრიდან უსმენს, საერთოდ რადიკალურად სხვა არის. კი ბატონო, კი ბატონო. თუმცა იმ ახალგაზრდებს, რომელსაც ელექტრონული მუსიკა უყვართ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ ამბიცია თქვან, რომ თავიანთ ქვეყანაში არის ქართული ქალაქური, ფოლკლორული, ელექტრონული მუსიკა. ძალიან საინტერესო. ო, რატომაც არა, ცუდი ამაში მე ვერაფერს ვერ ხედავ პირიქით რა ექსპერიმენტი. არა, თვითონ თქვა თავის თავზე მაგარი რამე. და ყველაზე მთავარი რაც არის, არსებობენ ელექტრომუსიკაზე, ვინც მუშაობს, მავკა, რომელსაც იხილავთ აუცილებლად და მირიანი. ამ ადამიანებზე ძალიან ბევრი საუბარი შემიძლია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეხლა შევდგით აი ამ კოლაბორაციებში აქტიურად
ფეხი იმდენად გულწრფელად აკეთებენ ამ საქმეს და იმდენად მონდომებულები არიან და ყველაზე მთავარი ის არის რომ მათ უყვართ ფოლკლორი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლებს უყვართ ფოლკლორი და პირველ ადგილას ფოლკლორის ქალაქურს და ზოგადად კავკასიურ კულტურას აყენებენ ნომერ პირველ ადგილას. შემდეგ არის მათთვის უკვე ელექტრომუსიკა, რაც მათ ძალიან უყვართ, მაგრამ პრიორიტეტი და მთავარი ღერძი არის ქართული ქალაქური ფოლკლორი და ასე შემდეგ. იმიტომ შევიკრიბეთ და იმიტომ ვიბრძვით სულ ახალ კოლაბორაციებზე. სხვათა შორის იქნება, შემიძლია თქვა, ხო? სიურპრიზად. იქნება აფხაზური, იქნება გურული, იქნება მეგრულიც. და ახლა შენი და პიულური მოტივი აუცილებლად ეს რა თქმა უნდა. ესე იგი ახლა თან შეხედე დათოს რა კარგი გათვლა ახლა ვიღაცები ვინც მაგალითად ფოლკლორის მოყვარულია უფრო აი ფოლკლორში შეიტანა ელექტრონული მუსიკა ახლა ელექტრონული მუსიკის მოყვარულები თქვენ ელექტრონული მუსიკაში შემოიტანა აი ზოგ ზარწმუნებული ვარ არ მოეწონება ვიცი მაგრამ არაუშავს კრიტიკას. თავარია გურჯაანელები რა სიტყვიან თელავში. გურჯაანელებსაც ვენაცვალე და თელაველებსაც უნდა ვსვი. იმიტომ რომ ყველგან მეგობრები და უსაყვარლესი ადამიანები. ყავს ხელოვანი ხალხის მაგალითად ილოდა თუ ერთი მაგარი გამონათქვამია აბურთი და ამოედანიო ხო იცი გამო ისიც გეცოდინება აბანო ხო გეცოდინება ესეც იქ გამოჩნდებაო კიდე ერთხელ დაგვა კონკრეტული როგორ არის და საქენები და აუცილებლად დავკონკრეტებები მაუკა ულამაზესი გოგო ჩემი მეგობარი მირიანი კი ბატონო კარგი ბიჭი მაგარი ბიჭი ჩემი მეგობარი ორივე შეყვარებული ხელოვნებაზე ორივე ქართულ ხელოვნებაზე შეყვარებული და შემდეგ შეყვარებული ელექტრონულ მუსიკაზე რომელსაც ძალიან უყვართ და აი ერთად შევთავაზოთ მაყურებელს ახალი მოუსვენარი კომპოზიცია ესე იგი რომელსაც ქვია დანდალი ასჯერ გაგონილსო ხვარია და თუ გაცხარდაც ხარია აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაიხარე და თო ყოველთვის აი ამ კარგი ერთგვარი საცეკვაო ელექტრონული მუსიკის გამოტანის საშუალება რომ მომეცი. ქართულ საქმეს ყოველთვის უდგავართ გვერდით და მაგალითი არის ეს ბიჭები რა რომ ვამაყობ რომ ესენი როცა თავის დროზე მოვიყვანი რა ვქნა მიყვარს ნამდვილი უნდა ვთქვა ყველა არხზე დუდუკებს უბერავენ ეხლა რა და გამიხარდა რომ ეს ჩვენ მოფიქრებული საქმე გაცოცხლდა ისევ და ასე ვთქვათ კარგად აკეთებენ ამ საქმეს რასაც ქვია ეს ფანოღი და რაზე თბილისი დგას და ყარაჩოღრული ამბავი და ფანოღი უფრო არა მე ვფიქრობ კარგ ქალაქურ ბაიაც უკრავენ ბიჭები და ფანოღით შეუძლიათ ბაიაღით შეუძლიათ ყველაფერი შეუძლიათ განსაკუთრებით პაატა წარმატებები ბიჭი აი რო იბღვირება ეხლა კარგები ხარ დაიღალა გესმის ამ ჩაბებით და იბღვირება ამიტომ ცოტა დაგასვენებ ეხლა და მოусმინოთ არაჩვეულებრივ ადამიანს რომელსაც 23-ში ივნისში ექნებათ მესხიშვილის თეატრში ქუთაისში თეატრი და თელავის ამბავს გაგაგებიებთ ცოტა ხარ კონცერტი და უნდა მიბრძანდეთ აუცილებლად და ნახოთ ჩვენ ახალი მუსიკალური კომპოზიცია საინტერესო კომპოზიცია გთხოვთ